დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. აი ამ ფრაზით, როდესაც ჩვენ ვიწყებთ გადაცემას და როდესაც საუბრობთ გადაცემის წარსადგენად მთავარ სიტყვებს ვამბობთ, რა ჰქვია ჩვენს გადაცემას, როგორია ფორმა, რომლითაც თქვენამდე მოგვაქვს სათქმელი, მე მაქვს განსაკუთრებული სიამაყე. სიამაყე იმის გამო, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ როგორც ერთადერთს ამ ფორმატის მქონე გადაცემას. ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ყოველდღე პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ერთადერთი თემატური გადაცემა, ერთადერთი სამედიცინო პროექტი, რომელიც ყოველდღე პირდაპირ ეთერში გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დილით თქვენს ოჯახებში სტუმრად მოვდივარ. და რაც მთავარია, ეს გადაცემა გადის ჟესტურ ენაზე. და როდესაც საზოგადოების ჩართულობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდეს და სწორედ ასეთი კომუნიკაცია, გადაცემის თარგმნა ჟესტურ ენაზე იმ არაჩვეულებრივი ქალბატონების დამსახურებით, რომელთაც თქვენ ყოველდღიურად გადაცემის გამოსახულებასთან ერთად საგანგებოდ გამოყოფილ ფანჯარაში ხედავთ, ეს არის უზარმაზარი სიამაყის საბაბიც და რაც მთავარია, ფიქრობთ საქმე, რომელიც გვეხმარება გამთლიანებაში, იმისათვის, რომ ჩვენი სათქმელი ყველა ადამიანის ყურამდე მივიდეს, იმისათვის, რომ ჩვენი სათქმელი იყოს გამოსაყენებელი და სასიკეთო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისი ჯანმრთელობისთვის, თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის გამოსადეგ ინფორმაციას აღმოაჩენს ამ სიტყვებში. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრებით, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. დიახ, საუბრობთ ადამიანზე ყოველდღიურად. საუბრობთ ადამიანზე ყველა იმ კომპონენტით, რაც არის გადაცემაში. საუბრობთ ადამიანზე ყველა იმ პროექტით, რომელიც გაერთიანებულია გადაცემაში რუბრიკების სახით და საუბრობთ ადამიანზე, როგორც ჩვენი კონცეფციის საფუძველზე. მიუხედავად ადამიანის მახასიათებლებისა, ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ფასეული. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, საგანგებოდ არაერთი კვლევაა ჩატარებული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანის ავადობის და სიკვდილიანობის სხვადასხვა ფაქტორის დადგენა. და როდესაც ასეთი კვლევები ტარდებოდა, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი დაასახელეს. მათ შორის ეს იყო მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, ეს იყო ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი სისხლში, ეს გახლდათ ჭარბიწონა სიმსუქნე, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ყოველდღიურ რაციონში, ბოსტნეულის და ხილის ნაკლებობა და თამბაქოს მოხმარება. როგორც დარწმუნდით, 6 ძირითადი ფაქტორი დავასახელე, რასაკვირველია, 6 ყველა არ არის და გაცილებით მეტი რისკი აქვს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ეს 6 ძირითადი ფაქტორი გვაძლევს საშუალებას ყოველდღიურად შევაფასოთ ჩვენი ჯანმრთელობა. მაგალითად, ამ 6-დან მოცემულ მომენტში რამდენი გვაქვს ჩვენი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი. და ამის აღმოჩენა ძალიან ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი არტერიული წნევის მაჩვენებელი. სისხლძარღვი არის ერთგვარი მილი, რომელიც ემსახურება სისხლის ტრანსპორტს ყველა ორგანომდე, ყველა სისტემამდე, ყველა ქსოვილამდე. არადასწორად სისხლს მიაქვს ჟანგბადი საკვები ნივთიერებები და როდესაც საუბრობთ ნორმალურ წნევაზე, ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ყველა უჯრედი იყოს სათანადოდ მომარაგებული საკვებით და ჟანგბადით. და ამ ნორმის შენარჩუნება თანამედროვე რეალობაში არის არა მარტო პროფესიონალებს, არამედ საზოგადოებრივ ამოცანაც ცხოვრების წესით, განათლებით და ყველა იმ კომპონენტით, რომელიც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს, როგორ იქნება ჩვენი სისხლის წნევა. მაისი გახლავთ არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვე. სწორედ მაისში მთელი მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება განსაკუთრებით ბევრს საუბრობს ხოლმე არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ. უფრო მეტიც 17 მაისი საგანგებოდ არის გამოყოფილი როგორც თარიღი, რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიას ყველასათვის გასაგონად ეხება და ძალიან დეტალურად საუბრობს, როგორ შეიძლება მართოთ ყოველდღიურ რეალობაში და რაც მთავარია, მაისი ეძღვნება იმ პროფესიონალთა შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას, რომელთაც ექნები ჰქვიათ და რომელთა
მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში არ არის უბრალოდ მონაწილეობა. ექთნები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდ დროს ატარებენ პაციენტებთან. ჩვენ შევთანხმდით ამაზე, არაერთხელ გვისაუბრია და რაც თავარია, ექთნები არიან ჩვენი გუნდის და ოჯახის წევრები და ყოველთვის მათი წარმომადგენელი ასეთი კრებითი სახით ქალბატონი თამარ დაუცი ხოლმე შემოდის ხოლმე ჩვენთან სტუდიაში და დღევანდელი დღე არ გახლავთ გამონაკლისი თამარ დილამშვიდობისა მობრძანებით. უკვე აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია ამ თემას ჩვენ ვეხებით და რაც მთავარია, ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ შევძელით საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ექიმი, ექთანი, პაციენტი, განათლება ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ადამიანის დღეგრძელობის და ცხოვრების ხარისხის წინაპირობა, რომ ექიმები არ მოქმედებენ ექთნების გარეშე და ექთნები ყოველთვის არიან ექიმების გვერდით და რაც თავარია, ყველა მედიკოსი საბოლოო ჯამში არის პაციენტის გვერდით და თუ მაისევ საუბრობთ, მე ყოველთვის სარგებლობ ხოლმე ამ შესაძლებლობით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ჩვენ იმ მომენტში არ ვიყავით ეთერში, მაგრამ მიუხედავად ამისა აუცილებლად უნდა ყველა ექთანს საგანგებოდ მიულოცოთ ის თარიღი, რომელიც იყო მაისში და რომელიც მთელ თვეს როგორც მთავარი ხაზი ასე მიყვება და განსაკუთრებით უთხრათ მადლობა, რომ თუნდაც არტერიული ჰიპერტენზიის მართვაში მათი როლი არის უზარმაზარი. თამარ, არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვე და არტერიული ჰიპერტენზიის მართვა. წარმოუდგენელი არტერიული ჰიპერტენზიის და ზოგადად არტერიული მაჩვენებლების შეფასების გარეშე. როგორ შეგვიძლია ვთქვათ რამე არტერიულ ჰიპერტენზიაზე თუ არ ვიცით სინამდვილეში როგორია ჩვენი ნორმალური პარამეტრები და მოცემულ მომენტში როგორია ეს მაჩვენებელი. ნამდვილად მარი თუ ვერ გავერკვიეთ რა არის ზოგადად არტერიული წნევა ან როგორ უნდა გავზომოთ ან როგორი მასალა ან აპარატურა უნდა გამოვიყენოთ ალბათ ძალიან რთული იქნება მისი მართვა რადგან რაც არ იზომება ის ვერ გამოსწორდება სათანადოდ თუ არ იზომება მოდით ჯერ დავიწყოთ რა არის არტერიული წნევა იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თქვენს ბევრჯერ ხსმენიათ როდესაც საზოგადოებაში არის გავრცელებული ეგეთი აზრი გულის წნევა და მეორეს ხშირად ამბობენ თავის წნევა მაგრამ ნუ გულის წნევა არის როგორც წესი პირველი მაჩვენებელი მოდით ჯერ განსაზღვროთ არტერიული წნევა არტერიული წნევის ორივე მაჩვენებელი არის მოდით ესე ვთქვათ გულის წნევა უბრალოდ ზედა მაჩვენებელი ანუ მაღალი ციფრი რომელსაც ხედავთ ხოლმე ან გვესმის ან ვზომავთ არის სისტოლური წნევა ნიშნავს როდესაც გული რო შეიკუმშება რა წნევას ავითარებს გული და მეორე არის დიასტოლური წნევა როდესაც გული მოდუნდება და ისევ უნდა აივსოს სისხლით რა წნევას ავითარებს მაშინ ანუ გვაქვს სისტოლური და დიასტოლური წნევა გულის წნევა არ არის მხოლოდ ასეთ ვთქვათ განსაზღვრელი ზედა წნევა და როგორც წესი ეს ორი მაჩვენებელი როგორც წესი ორივე ერთად მოძრაობს ანუ ან ორივე ერთად აიწევს ან ორივე ერთად დაიწევს თუმცა მართლაც რომ შეიძლება იყოს რომ მოგეჩვენოთ რომ სისტოლური წნევა არის ზედმეტად მომატებული ვიდრე დიასტოლური წნევა ან პირიქით დიასტოლური წნევა არის ზედმეტად მომატებული და სხვაობა მათ შორის არის ძალიან პატარა რაც ასევე შეიძლება გამოვლინდეს ადამიანთან. ანუ როდესაც ეგრეთ წოდებული ზედამაჩვენებელი უკიდურესად დაშორდება, ქვედამაჩვენებელთან მკვეთრი სხვაობა არის, იმიტომ რომ მკვეთრად მომატებულია და მეორე მდგომარეობა, როდესაც ეგრეთ წოდებული დაბალი მაჩვენებელი მაქსიმალურად მიახლოებულია მაღალთან და მათ შორის ინტერვალი თითქმის არის მინიმალური. კი ბატონო. ესეც ძალიან საყურადღებოა, ანუ შეიძლება იყოს 120 პირობითად სისტოლური წნევა და ჩათვალონ რომ კი კარგი წნევაა და მე ასეთ წნევას ვატარებ, მაგრამ დიასტოლური წნევა იყოს 100 პირობითად საყურადღებოა და აუცილებლად კონსულტაცია არის ექიმთან გასავლელი. კარგით შევთანხმდით რა არის არტერიული წნევა და სად ვზომავთ არტერიულ წნევას. როგორც წესი ყველაზე ახლოს რომელი ლოკაციაც არის გულთან ის ასახავს ძირითადად წნევას მერე მთელს და ყველა არტერიაში ანუ რა წნევაც არის ახლომდებარე არტერიასთან გულთან აი ჩავთვალოთ რომ იმ წნევას ავითარებს
ვთქვათ, აი იმ წნევაზე უნდა ვისაუბროთ. ნუ ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ წნევას ვზომავთ მხრის არტერიაზე. რეალურად მართლა რომ შევხედოთ გულთან ყველაზე ახლოს გასაზომად ადვილი, მისადგომად ადვილი ლოკაცია არის მხრის არტერია. რომელსაც ჩაგერთობით უკაცრავად თამარ, ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ გასაძომად და მისადგომად ადვილი გამოიყენეთ. ჩვენ გულისხმობთ მდგომარე, მჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაში. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. შეიძლება წნევა გავზომოთ მსხივის არტერიაზეც, ანუ მაჯაზე დასამაგრებელი წნევის აპარატებია. რა ვქნათ მაშინ თუ ამპუტირებულია ხელი, ან ორივე ხელია ამპუტირებული. მაშინ შესაძლებელია, რომ წნევა გავზომოთ ბარძახზე და გასაზომი არტერია, ასე ვთქვათ, მოსასინჯი არტერია, მოსასმენი არტერია არის მუხლის უკან, რომელიც იზომება. და ასევე შესაძლებელია წნევა გაიზომოს წვივზე და მოსასმენი არტერია არის ტერფთან ახლო მდებარე წვივის უკან არტერია, თუმცა ყველაფერს აქვს თავის რისკ ფაქტორი. აი თუნდაც წვივზე გაზომა, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ყველა დანარჩენი ლოკაცია დაცილდა გულს და შესაძლებელია ცდომა იყოს. მართლა შესაძლებელია ეს ცდომა ნორმის ფარგლებში იყოს მაგალითად 10 ბარძახსა და მკლავს შორის, ან აქ უფრო მაღალი იყოს ვიდრე დაბლა, მაგრამ მხოლოდ 10 მმ ვერცხლის წყლის სვეტზე თუ უფრო დიდია სხვაობა, ესეც ყურადღება მისაქცევია და შეიძლება გულის პათოლოგიაზე მიუთითებდეს. მათ შორის სხვადასხვა კითხვაა ხოლმე ძალიან ხშირად, მარჯვენა და მარცხენა ხელზე განსხვავებული თუ მონაცემი ეს არის თუ არა საყურადღებო. ეხლა მაგაზეც ვისაუბროთ. განსხვავებული მონაცემი მარჯვენა და მარცხენა მხარეს შესაძლებელია მცირე იყოს, მაგრამ აქაც თუ არის დიდი მაჩვენებელი, ნიშნავს, რომ რომელიღაცა მხარეს, სადაც მაქვს უფრო მაღალი წნევა, შეიქმნა უფრო დიდი წნევა, რადგან იქ შევიწროვდა სისწარღვი. იმაზე მეტად, ვიდრე მის საპირისპირო მხარეს, სადაც მაქვს დიდი სხვაობა. მეტი წინაღობა აქვს სისხლს. მეტად აწვება სისხლი. შესაბამისად, ამ სხვაობის სანახავად თუ რატომ არის დიდი სხვაობა, აი 10-20 მმ ვერცხლის წყლის სვეტზე ჯობია რომ მივიდეთ და ვნახოთ სისწარღვი, რა ხდება სისხლძარღვში. თუმცა თუ არის მცირე სხვაობა, 10-ზე ნაკლები, მაშინ ჯობს რომ უმეტეს შემთხვევაში წნევა გავიზომოთ იმ მხარეს, უმეტეს შემთხვევაში რომელზეც გვქონდა უფრო მაღალი მაჩვენებელი, რომ არ გამოგრჩეს, ვთქვათ, ეს მაღალი მაჩვენებელი. ეს არის ესეთი ზოგადად, ვთქვათ, როგორ უნდა გავიზომოთ. კიდევ ერთი წნევის, ეხლა, მაგრამ ჩვენ სტატიურად ესე არ ვართ, მუდმივად, აი მაგალითად, სუნთქვის სიხშირე არის 12-დან 20-მდე დიაპაზონი. ნორმალური დიაპაზონი. მე შეიძლება დღის განმავლობაში 20 სუნთქავდე, შეიძლება 15, შეიძლება 12, გაჩნია რას ვაკეთებ. თუ დავრბივარ, შეიძლება 25-იც ვისუნთქო. თუმცა ეს შეიძლება სულაც არ იყოს პათოლოგიაში გადატანი. იგივე ემართება წნევას. მე თუ ვმოძრაობ, მე თუ ვსაუბრობ, მე თუ გავღიზიანდი, თამბაქო მოვიხმარეთ, თქვენ წეღან ახსენეთ, კარგად დავნაყრდი და ასე შემდეგ, ეს აუცილებლად იმოქმედებს ჩემს წნევაზე და ის დაიწყებს მოძრაობას. სულ რო 5 წუთის ინტერვალით გავიზომო წნევა, შეიძლება მომცეს სხვადასხვა მაჩვენებელი. შესაბამისად, წნევას როდესაც ვიზომავთ, უმჯობესია რომ წნევის გაზომვის წინ 1-10 წუთი მაინც დავჭდეთ, დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ახალი ამორბენილი კიბეზე არ ვიყოთ, ანუ მოძრაობა რო შევზღუდოთ, არ ვღეჭოთ და თამბაქო არ მქონდეს ახალი მოხმარებული, რომ იმ წუთას რაც ცვლილებაც მოხდა, შედარებით ცრუ მაჩვენებელმა, თქვათ, არ დაგვაყენოს ცდარ გზაზე. ამიტომ უმჯობესია, რომ წნევა გავზომოთ მას შემდეგ, რაც დავმშვიდდებით. წნევა შეიძლება გაზომილი იყოს თქვენ როგორც ბრძანეთ, ოღონდ ეს ძირითადად შეიძლება მოხდეს პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, საავადმყოფოში, ან უბრალოდ გთხოვოთ თქვენ ან ექიმა, ან ექთანმა, რომ სახლში გააკეთეთ დამდგარ მდგომარეობაში, მე რო დაჯდეთ, ისე რომ გაიზომოთ და მე რო დაწვეთ, ისე რომ გაიზომოთ, აქაც სხვაობები გარკვეულწილად მიანიშნებს თუ დიდი სხვაობებია, შეიძლება მიანიშნებდეს გარკვეულ პათოლოგიებს, იმიტომ რომ გრავიტაცია მაინც თავისას შვება და როგორც კი პოზიციას ვიცვლით, შეიძლება წნევის ცვლილება, რომელიც დიდ მაჩვენებელზე გადის, არ იყოს თლად ნორმის მაჩვენებელი. არის ერთი ფაქტორიც უკაცრავად მე გერთვები გზადაგზე ვითვალისწინებ იმ კითხვებს, რაც მაყურებელს აქვს და ჩვენ ამ თემაზე პირველად არ ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ,
და რაც ჩვენი ურთიერთობა არსებობს, ამ თემას სულ უბრუნდებით. მე არ მახსენდება 15 წლის მანძილზე რომელიმე სეზონი, როდესაც ჩვენ აი ასეთ თითქოს ელემენტარულ წესებს არ უბრუნდებით, მაგრამ სწორედ ასეთი მარტივი ერთ შეხედვით ყველასათვის თითქოს ნაცნობი საკითხების გარკვეული ხარვეზებით დასწავლა არის სახიფათო, იმიტომ რომ შემდეგ ეს ხარვეზები ისე განმტკიცდება ხოლმე, რომ ამ ხარვეზების დამსახურებით შეცდომები არის უკვე ძნელად შესაფასებელი და სწორედ ამიტომ უბრუნდებით ამ საკითხებს და არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, გასაგებია სხეულის პოზიცია, ჩვენ შევთანხმდით სხეულის ნაწილების მიხედვით, როგორ შეიძლება აქ გასათვალისწინებელი იყოს ცვლილებები ან განსხვავებები, მაგრამ დღე-ღამის განმავლობაში, იმიტომ რომ ადამიანს აქვს აქტივობის და მოსვენების განსხვავებული რიტმები და არის თუ არა ის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ აწყობილი ვართ, როგორც ბიოლოგიური არსებები მზის რიტმზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღეღამისო რიტმის შესაბამისად წნევის მერყეობა უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომ წნევის გაზომის ოპტიმალური პერიოდი ეს ჩვენ გქონდა თერმომეტრიაზეც გახსოვს ალბათ, ძალიან კარგად დეტალურად გავწერეთ, როდის იქნება უფრო გონივრული ტემპერატურის გაზომა. ხა თუ ადამიანი თავშეზუძლოდ გრძნობს, მან უნდა გაიზომოს, რამდენჯერაც ეს საჭიროა დღე-ღამის განმავლობაში. მაგრამ კონტროლისთვის, ზედამხედველობისათვის ყველაზე სწორი და უბრალოდ ოპტიმალური პერიოდები როგორ არის დადგენილი? როგორც წესი, რეკომენდაცია გაიცემა ხოლმე, თუ გვინდა რომ გავარკვიოთ ადამიანს აქვს თუ არა, იმიტომ რომ ჰიპერტენზია როცა იწყება, ეს შეიძლება საერთოდაც არ გამოვლინდეს არანაირი სიმპტომით და საერთოდ ვერაფერსაც ვერ გრძნობდეს ადამიანი. პირველადი ჰიპერტენზია მაგალითად. ამ დროს რეკომენდაცია არის გაცემული, რომ დილას, როდესაც ადგება ადამიანი, დილას და საღამოს, აი აქ მაქვს ესეთი პატარა გრაფის, თქვათ, რაც შეიძლება რომ შეივსოს, უნდა გაიზომოს დილას-საღამოს წნევა და მარინახეთ, აქ არის ჩამოწერილი ციფრები. და უნდა მონიშნოს, აი აქ არის რიცხვი დასაწერი, უნდა მონიშნოს სისტოლის და დიასტოლის წერტილები, დილას-საღამოს, მაღალი და დაბალი მაჩვენებელი და რაღაცა პერიოდულობის მერე ეს წერტილები უნდა შეაერთოს. აი, უყურეთ, აი ასეთ მდგომარეობაში და მერე დავინახავთ ეს ჩვენი წნევა რა შვება. ზემო. თორე, ნახეთ როგორ არის მარტო ციფრები რომ ჩამოვწერო 120, 130 და ერთიანად რომ დავხედო, ამ ციფრმა შეიძლება დიდი სურათი ვერ შემიქმნას. ნუ 120 ეს მერყეობა სად მაქვს, სად ვარდება ძალიან დაბლა. თუ მე დავხედავ და აი ასეთ გრაფას შევხედავ, ეს ბევრად უფრო, სხვა შორის ტემპერატურის დროსაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გრაფიკულად შეხედო, რას აკეთებს ჩვენი წნევის მაჩვენებელი. ეს ზიგზაგებია, ეს არის პლატო, ნახტომებია. ნაირად მაქვს თუ ავიდა ზემოთ, ჩამოვიდა ძალიან დაბლა. უმნიშვნელოვანესია, რომ რუტინაში თუ გვინდა რომ გავარკვიოთ რა ხდება. მე არ ვამბობ, რომ ყოველ დილას გავიზომოთ წნევა და ყოველ საღამოს გავიზომოთ წნევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რუტინაში სანამ მივხვდებით, რა შვება ჩვენი წნევა, ერთი კვირა, ორი კვირის განმავლობაში დილას-საღამოს გავიზომოთ წნევა და მით უმეტეს თუ თან უკვე გამოწერული გვაქვს წამალი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს წნევა. დილას თუ სვავ, საინტერესოა საღამომდე ეს პრეპარატი მოქმედებს თუ არა, იმიტომ რომ შეიძლება მე შერჩევა medicamentis სხვა შორის ძალიან ბევრი პაციენტი ხოლმე არის უკმაყოფილო medicamentis შერჩევას სჭირდება დრო, რომ დარეგულირდეს ეს წნევა და არიან ხოლმე რომ აი შემიცვალეს, აი ამდენი ხანი მაგიტომაც, რომ დავაკვირდეთ დინამიკას და რეტროსპექტული მონაცემები ავიღოთ და მე დავადოთ მას წამალი, რომ აი თქვენ გჭირდებათ დილას-საღამოს, ან მარტო დილის პრეპარატი არის მისაღები. თუმცა თქვენ წეღან რაც ბრძანეთ ის 6 რისკ ფაქტორი, რომელიც ჩამოთვალეთ, საბედნიეროდ ყველა არის, ანუ გამოსწორებადი. რთულია, ვერ ვიტყვი რომ ადვილია, ყველას ალბათ წონის დაკლებაც არ არის ადვილი, თამბაქოს მოხმარება თუ დიდი ხნის განმავლობაში ხდება, არ არის ადვილი ესე გადადო და დაანებო, მაგრამ თუ გავიაზრებთ რა რისკ ფაქტორი შეიძლება მოყვეს, უკაცრავად დაზიანება, დიახ, შეიძლება მოყვეს ამ რისკ ფაქტორს. ერთ-ერთი ყველაზე გულში მოსახვედრი, როცა პაციენტთან ვსაუბრობთ ხოლმე, არის უნარობა. ანუ მას შეიძლება არ მოყვეს სავალალო და კატასტროფული მდგომარეობა, რასაც სიკვდილობა ქვია, მაგრამ მას შეიძლება მოყვეს უნარობა და ინვალიდობა, რაზეც აი მერე უკვე დაფიქრდებიან. აი მერე უკვე დავფიქრობ, რომ ესეთი საუბარი პაციენტთან ამბულატორიულ დონეზე პირველადი ჯანდაცვის ექთნების მიერ ოჯახის ექთნები, ოჯახის ექიმები პრობლემების თავიდან არის უმნიშვნელოვანესი, რადგან
ცნობიერების ამაღლება მე და თქვენ ამას ვაკეთებთ და ყოველთვის ისეთია კითხვებიც არის ხოლმე საზოგადოებთან, მაგრამ ეს უნდა გადავიდეს ყოველდღიურ რეჟიმში პაციენტებთან, რომ მიხვდეთ როგორი მაღალია რისკი. ჩვენ გადავიდეთ წნევის გაზომვის რეჟიმში. გადავიდეთ წნევის გაზომვაზე და წნევის გაზომვის რამდენი, თქვათ, საშუალება შეგვიძლია რომ გქონდეს. ერთი არის, ასე ვთქვათ, ყველასთვის კარგად ცნობილი სფიგმომანომეტრი, რომელიც შედგება მანჟეტისგან, 2 მილისგან და გასაბერი ბურთისგან და თვითონი მანომეტრისგან, რომელზეც წნევას ვნახულობთ და მას შეიძლება ან თანკზე გქონდეს დამაგრებული ფონენდოსკოპი, რომელზეც უნდა მოვახდინოთ ამ ხრის არტერიის ფეთქვის მოსმენა. ან, ცალკე იყოს, მაგრამ მოდით ცოტა ხანი ვილაპარაკოთ მანჟეტზე. ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც, წეღან თქვენ რაც თქვით, რომ ცნობიერებაში და ჩვევაში გადადის, მან კი ერათ ის, რაც ყველას იცის, ყველა მიცის, ან არ იცის. მაგრამ ხო წარმოუდგენელია, რომ ერთი მანჟეტი ყველა ზომის ადამიანს მოერგოს. როგორც ტანსაცმელი ისე, ახლა როგორც არ ჩამეტევა მე პატარა ზომის ტანსაცმელი, ისევე არის მანჟეტი. შესაბამისად, მანჟეტის ზომის შერჩევა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. და ის დამოკიდებულია ანუ მხრის გარშემოწერილობაზე. როგორ შემიძლია გავიგო როგორი და რამხელა მანჟეტი მჭირდება. ყველაზე ადვილი გზა ამერიკის გულის ასოციაცია იძლევა ესეთ რეკომენდაციას, რომ მანჟეტის სიგრძე, რო გავხსნა, მთლიანად რო გავშალო, მისი სიგრძე უნდა იყოს მკლავის გარშემოწერილობის 80%. მაგალითად, 25 მაქვს მკლავის გარშემოწერილობა, 20 სანტიმეტრი უნდა იყოს მისი სიგრძე. ხოლო მისი სიგანე უნდა იყოს მკლავის გარშემოწერილობის 40%, ანუ 10 სანტიმეტრი უნდა იყოს მისი სიგანე. მკლავიც ესეა დაყოფილი, სუნთქვის სიხშირეზე რო ვთქვით დიაპაზონი, აქაც ესეა 21-დან 26 სანტიმეტრამდე, შეხედეთ აქ. მეორე მანჟეტზე შეიძლება სხვა ინფორმაცია იყოს დატანილი და აქ არის მკლავის გარშემოწერილობები დატანილი და რა ზომა მანჟეტი უნდა მოვარგოთ ამ პაციენტს. რადგან თუ მკლავის გარშემოწერილობა დიდია და მანჟეტი პატარაა, მაშინ ჩვენ ყოველთვის ეს მანჟეტი და სფიგმომანომეტრი ან თუნდაც ეს დიგიტალური წნევის აპარატი გვაჩვენებს ცრუ დაბალ მაჩვენებელს. ანუ თუ მექნება 100, ყოველთვის მაჩვენებს რომ 120, დაბალს მაჩვენებს. პირიქით თუ არის დიდი მანჟეტი თუ არის და არის პატარა მკლავი, მაშინ გვაჩვენებს ცრუ მაღალ მაჩვენებელს. ანუ გამოდის რომ წნევას ვერ ვიზომავ. სათანადოდ თუ ეს თითქოს და პატარა კომპონენტი არ გავითვალისწინე და არ ხა როგორ გავიგოთ? ესე ადვილი არ არის, ანუ ამას ხო არ აწერია არაფერი. და თქვათ არ ვიცი ეს წესი დამავიწყო და წარმოუდგენელი ეს წესი მახსოვდეს. რამოდენიმე ხერხია თუ თქვათ ვართ Google-თან ან ინტერნეტთან ისეთ დამოკიდებულებაში და ინფორმაციის მოწვევა შეგვიძლია. ეს ერთი კარგი მაგალითია, მეორე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავ და მათგან უკვე გარკვევა როგორი ტიპის მანჟეტი უნდა შევიძინო. თუმცა მე სიმართლე გითხრათ აფთიაქებში რო გითხრათ რომ ამას ყურადღება ექცევა, კარგია თუ აფთიაქიც სანამ გაყიდის მანჟეტს შეურჩევს წნევის აპარატს პაციენტს. მე არ ვიცი ამის შესაძლებლობა და ამის ნაირფეროვნება არის თუ არა, მანჟეტების ნაირფეროვნება. თუმცა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შემდეგი ფაქტორი ხშირად მინახავს ხოლმე, როდესაც წნევის მანჟეტს პირდაპირ ტანსაცმელზე ამაგრებენ ზემოდან. ერთია რომ ზოგჯერ იძულებულები ვართ. ხანდახან იძულებულები ვართ, კი ბატონო, თუმცა ჩვენთვისაც მედპერსონალისთვის ტანსაცმლის შემოჭრა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ წვდომა გქონდეს პირდაპირ კანთან ან სისხლდენა დაინახო ასე შემდეგ, მაგრამ უმჯობესია რომ მკლავი იყოს გაშლებული და ახლავე გეტყვით. ამ წნევის აპარატით გაზომვას მარი სჭირდება სწავლება იმისა, თუ როგორ მოვისმინო პულსაცია. და რაც უფრო მეტი ფენა მექნება არტერიასა და ფონენდოსკოპის ფირფიტას შორის, მით უფრო ვერ გავიგებ ამ ხმიანობას და აქაც შეიძლება ვერ გავიგო ცრუდადებითი მომეჩვენოს და ასე შემდეგ და კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც არის ხოლმე და რომელიც მე ვფიქრობ უფრო ამბულატორიულ დონეზე უნდა იყოს გამოკვლეული, მაგალითად გავუკეთე წნევის მანჟეტი, რამდენზე გავბერო?
ყველა ადამიანთან ხომ არ შეიძლება 200-ზე გავბერო. თან თუ ხშირად ვუზომავ ამ ადამიანს წნევას, წარამარა 200-ზე რო გავბერო, დილას უზომავ, საღამოს უზომავ, შუა დღეს ვუზომავ. მაშინ ვაზიანებ იმარტერეს, იქნება არ სჭირდება 200-მდე გაზომვა, იქნება და 100-მდე რო ავწიო, ის არის უკვე საკმარისია. ამიტომ იმის გარკვევა თუ მისი არტერიული წნევა რა არის რეალურად საორიენტაციო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ვაკეთებთ, როდესაც მანჟეტს გავაკეთებთ ხელზე, დავიწყებთ გაბერვას და ყველამ ვიცით როგორ უნდა გავზომოთ პულსი სხივის არტერიაზე, აი ამ ცერათითის აყოლებაზე, თან ვუყუროთ ის არის და რომელ ციფრზეც ვეღარ შევიგრძნობ აი აქ პულსაციას. აი მაგალითად 100-ზე ვეღარ შევიგრძენი იმას თავის დაზღვების მიზნით, რადგან შეიძლება არითმია იყოს განვითარებული პაციენტთან და უბრალოდ არითმიის გამო ვერ შევიგრძენი და არა იმიტომ რომ აქ სისტოლა გაჩერებული იყო. 30 კიდევ უნდა დავუმატო და მერე უკვე როცა ფონენდოსკოპს დავადებ 140-ზე გავბერავ და მერე დავიწყებ უკვე გაზომას და არა ისე რომ ვეკითხები ხოლმე აბა რამდენზე 200-ზე რატო იქნება 240 აქ ხო არ ვიცით ანუ თუ 200-ზე ამყავს და მოსმენას დავიწყებ ეგრევე გავიგებ პირველ დარტყმას და 240-ის ნაცვლად ვიტყვი რომ არის 200 თუმცა ეგეთი კრიზები შესაძლებელია რომ ადამიანს დაემართოს ასეთი მაღალი წნევა რომელიც არის გადაუდებელი მდგომარეობა რომელიც ორგანოს აზიანებს რეალურად საბოლოო ჯამში. ჩვენ რამდენიმე გავრცელებული უბრალოდ ხარვეზი გამოყავით ეს იყო მანჟეტთან დაკავშირებით და მანჟეტის ზომასთან დაკავშირებით და მის შესაბამისობაზე მხრის გარშემოწერილობასთან ეს იყო მაგალითად ჩაჭირხნის თავისებურება, სამოსის გათვალისწინება, როდესაც მოსმენის პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას, სამი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ელექტრო თუ მექანიკური? დიახ, მექანიკური ჩაჭირხნის. ნახეთ, ელექტროს ელემენტზე არის და ეს ელემენტი საბოლოო ჯამში შეიძლება დაჭდეს. ხომ სწორია? თუ რაც მოგცემს ხარვეს. რაც მოგცემს ხარვეს. მოდით ახლა დადებითი ვთქვათ მექანიკურის. პორტატულია შემიძლია ნებისმიერ ადგილას წავიღო. მოსახმარად თითქოს და შემიძლია ვთქვა რომ ადვილია, მაგრამ ის ვინც უსმენს იმას კარგად უნდა კონდეს ყურიც შეჩვეული. ამიტომ სუბიექტურია. ძალიან. მკვეთრად ძალიან სუბიექტურია. დიახ. რაც შეეხება, ფასიც მისი, მოდით დადებითში ესეც ჩავთვალოთ და ხელმისაწვდომობა ფასის უფრო მაღალი. უფრო ისეთია, დიახ, მის ხელმისაწვდომობა. მოდით ახლა ელექტრო ვთქვათ. გარდა იმისა, რომ მას დატენვა სჭირდება და ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყო, რომ დატენილი უნდა იყოს. ის თვითონ აკეთებს წეღან რაც ვთქვი. ანუ თვითონ გრძნობს, როდის გაჩერდა პულსაცია, მერე ამას ამატებს 30-ს და აწევს შემდგომ გაბერვას იმ ციფრამდე, რომ სიზარღვე არ დააზიანოს. და დაიწყებს გაზომვას და ძალიან სენსიტიურია მისი სენსორი აი ამ პულსაციის მიმართ. ხანდახან არის, მაგრამ აი მეც რო ვზომავ, არის რომ მე ვერ გავიგე, მაგრამ აპარატმა დააფიქსირა. შესაბამისად, თუ აპარატი გამართულ მდგომარეობაშია, დაკალიბრებულია და მისი კალიბრაცია შეიძლება თქვათ მიტანა იმ ოფისში საიდანაც შევიძინეთ და დააკალიბრებენ, მაშინ მისი სიზუსტე უფრო კარგია. სწავლება დიდად არ უნდა, ხომ? უნდა გაიკეთო, უნდა დაჭდე და გაიზომო. მას აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი, მან შეიძლება სამჯერ ზედიზედ გაზომოს წნევა და გამოიყვანოს საშუალო მაჩვენებელი და მოგცეთ საშუალო მაჩვენებელი, რომელსაც როგორც წესი ასეთ წნევის აპარატზე ვერ ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ხოლმე, მოდით ვაღიაროთ ზოგჯერ ჩვენ თვითონ რამდენჯერმე ვზომავთ და ამას საშუალო ვერ გავიგე, შესაბამისად შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად მისი მოხმარების ინსტრუქცია, მისი მოხმარება უფრო ადვილია და მისი სიზუსტე ბევრად უფრო ობიექტურია. ამასთან შედარებით. ჩვენი საუბარი არ ემსახურება რომელიმე აპარატის უპირატესობის ხაზგასმას, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა არის არატენდენციური, არაკომერციული და ასე შემდეგ, მაგრამ არის კითხვა, რომელიც მაჯაზე, სხივმაჯის სახსარზე გამოსაყენებელ წნევის აპარატს ეხება. აი აქ რა ხარვეზი შეიძლება იყოს და რა უპირატესობა? კი მოვიძია ინფორმაცია წნევის გაზომვის ლოკაციასთან დაკავშირებით უპირატესია მხრის არტერია. უპირატესია კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, მისი გულთან ახლოს სიახლოვის გამო და წნევის სიზუსტის გამო.
ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რა შორს არის მაჯის არტერია, შორს არ არის, თუმცა შესაძლებელია მაჯის არტერიაზე იყოს პრობლემა. ის იყოს დახშობილი და მეორე არტერიის კოლატერალმა აიღოს თავის თავზე მთელი მტევნის კვება. ამიტომ ჯერ კარგად უნდა იყოს შემოწმებული ორივე არტერია კლავზე, მუშა მდგომარეობაში არის თუ არა და შემდგომ იყოს გაზომილი. შესაბამისად, მე ვერ ვნახე ვერც აი ესეთი კატეგორიული უარყოფა, რომ არა მაჯაზე არ გავიზომოთ, თუმცა უპირატესობა მხრის არტერიის წნევის მანჟეტებზე არის გამოხატული. და კითხვა, რომელიც მე ვფიქრობ, ჩვენი საუბრების ნაწილი იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავახსენოთ მაყურებელს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს უნდა იყოს სიმშვიდის ფაზაში, თუ დატვირთვა გქონდა, შემდეგ მოვახერხოთ 10 წუთიანი პაუზა სიმშვიდით იმისათვის, რომ მოვემზადოთ გაზომვისთვის. ეს შეიძლება იყოს მდგომარე, მჯდომარე, მწოლიარე მდგომარეობაში. მათ შორის მაყურებელს ჰქონდა ძალიან ლოგიკური კითხვა, როდესაც ხალხმრავლობაშია და თავს ცუდად გრძნობს ადამიანს. თუ საჭიროა მდგომარე პოზიციაშიც უნდა გავუზომოთ, თუ ამისი შესაძლებლობა გვაქვს, იმიტომ რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ადამიანს სჭირდება დახმარება პირველ რიგში და ის მინიმალური ცდომაც კი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მდგომარეობის შეფასება, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება, მაგალითად, აი ახლა თუნდაც ამ სივრცეში გავიზომოთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი თვითონ კიდურის მდგომარეობა, მაგალითად მარცხენა კიდურზე ვთქვათ და ამითი შევავსოთ და მდგომარეობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მანჟეტი რამდენი სანტიმეტრით იქნება დაცილებული იმ არტერიას, სადაც ვზომავთ. ნახეთ, კიდურის მდგომარეობა წნევა რო გავზომავთ, ჩვენ ხო სულთან ამას ვიმეორებთ, რომ გულთან ახლოს არტერიასთან ვზომავთ, რომ ყველაზე ახლოს ციფრი მივიღო, რაც რეალურად არის. მე თუ ხელი გულის დონის დაბლა მექნება დაშვებული, სხვა მაჩვენებელს მივიღებ, მე თუ ხელი გულის დონის მაღლა მექნება აწეული სხვა მაჩვენებელს მივიღებ, შესაბამისად ხელი უნდა იყოს, ახლა მე როგორ ვზივარ, მე ცუცკამზე ვზივარ პირობითად, ანუ მე მომიწევს ხელის წნევის გასაზომად, დიახ. ხო, ხელის დაბლა დაწევა. მე ეს კამი უნდა დავწიო და აი ეს არის კლავის მდგომარეობა, რომელიც გულის დონეზე, ანუ მარჯვენა პარკუჭის მარჯვენა წინა გულის დონეზე იქნება და ამ მდგომარეობაში უნდა გავზომო წნევა. რაც შეეხება სად უნდა გავაჩერო ეს ქვედა კიდე. თქვენ ხო გინახავთ ხშირად იმდენად დაბლა არის, რომ მე ამ ფონენდოსკოპს შიგნით დებენ და აჩერებენ. რომ ხელი არ მოკიდო. აი ნახეთ, ამაზეც არის დატანებული ინსტრუქცია, როგორ უნდა გაკეთდეს. როდესაც გავაკეთებთ, ქვედა კიდე იმ არტერიას, რომელზეც უნდა გავზომო 2-3 სანტიმეტრით, ეს არის 2 თითი ან 3 თითი, უნდა იყოს დაცილებული. ასეთ შემთხვევაში წესით ფონენდოსკოპს აქ ვერ უნდა ვამაგრებდე. ხელით უნდა მეჭიროს და ისე უნდა გავზომო. აი ეს არის კიდევ კარგი ეგრო გამახსენეთ, გამოვჭა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მაყურებელს გამორჩებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვეძლოს ინფორმაცია დღეს. ჩვენ საგანგებოდ ვისაუბრებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემას და არტერიული წნევის კონტროლი გარკვეული ჯგუფის ადამიანებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვისაც ინსულტი აქვს გადატანილი, ინსულტის რისკი აქვს, მათი მოვლა შინ არის ცალკე თემა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა, ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი ოჯახის წევრი, ექთანი ქალბატონი თამარ დაუსი და ვიდრე დავასრულებთ გადაცემას, ცხადია კვებითი შუქნიშანი, არტერიულ ჰიპერტენზიასთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციას გაგიზიარებთ, ძალიან თანამედროვე და ახალ ინფორმაციას, რომელიც კოვზებით ითვლება. კვებითი შუქნიშანი და ფერებთან ასოცირებული კვებითი რეკომენდაციები. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი გადაცემა გვეხმარება ყველას, რომ კონკრეტული ტიპის ცოდნა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და მწყობრად
ასეთივე წესრიგით მოგაწოდოთ თქვენ იმ პრობლემების შესაბამისად, რაც შეიძლება გაღელვებდეთ. და თუ ჩვენ ამ ინფორმაციას შემდეგ ძალიან მოწესრიგებულად მეხსიერების უჯრედში სწორედ იმ მინიშნებებით გადავინახავთ, როგორიც არის ნებადართვით, სიფრთხილით, შეზღუდვით, იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქციე ყურადღება, მერწმუნეთ გამოყენებაც ამ ინფორმაციის ბევრად უფრო ადვილი იქნება. თუ ჩვენ საუბრობთ წნევის მართვაზე, ჩვენ შევთანხმდით წლების მანძილზე და ასევე გაგახსენებთ, რომ საგანგებოდ უზარმაზარი ნაწილი ჩემს წიგნში კვებით შუქნიშანი ეძღვნება კვების მოდულს, რომელსაც ჰქვია ეგრეთ წოდებული DASH დიეტა, ანუ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს პირველად არ ესმის. ძალიან დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ და როგორც მოგახსენეთ, წიგნში საგანგებოდ არის ეს ყველაფერი დეტალურად აღწერილი იმ ადამიანთათვის, ვისაც ამისი საჭიროება აქვს. მაგრამ თუ ზოგადად რამდენიმე პრინციპს გამოვყოფთ, ეს არის მაქსიმალურად მოწესრიგებული ჩვენი ყოველდღიური კვების სამივე გასაღები, ულუფა, რეჟიმი, რაციონი, უფრო ზუსტი იქნებოდა მე თქვა რეჟიმი, ულუფა, რაციონი, როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ, სადაც ბოსტნეულისა და ხილის გაზრდილი წილი ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში და ჩვენ ვიცით, რომ არანაკლებ დღიური რაციონის ნახევარი უნდა იყოს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მარცვლეულის და ბურღულეულის შერჩევისას ცილასთან ერთად მარცვლეულ-ბურღულეულთან გავითვალისწინოთ მთლიანი მარცვლეულის როლი, ცილოვან კომპონენტთან ნაკლები ნაჯერი ცხიმი, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც რძის ნაწარმზე ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ ფერმენტირებული რძის ნაწარმი, მიკრობიომისა და მიკრობიოტის წესრიგებლად, ისევე როგორც მაგალითად ფერმენტირებული ბოსტნეული მწნილების სახით ან ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ სწორედ ჩვენი ორგანიზმის შიგნით მაცხოვრებელი მიკროორგანიზმები საკუთარი ცხოველქმედების პროდუქტებით არ დააზიანებენ ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და არ შექმნიან რისკს სისხლძარღვოვანი კატასტროფებისთვის. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ აგრეთვე ბუნებრივი ცოცხი მცენარეული ბოჭკოს სახით, რომელიც წყალთან ერთად ქმნის იდეალურ ბალანსს იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზმი იყოს მაქსიმალურად დაცული არტერიული წნევით გამოწვეული რისკებისგან. განსაკუთრებით გაგახსენებთ, რომ წყლის მოხმარება ხშირად ეშინიათ ხოლმე, რომ წნევაზე შეიძლება იმოქმედოს წყლის ჭარბმა მოხმარებამ და ამის გამო ხელოვნურად ზღუდავენ. არადა დადასტურებულია, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარება გაგიკვირდებათ, მაგრამ სწორედ არასაკმარისი მოხმარება შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი წინაპირობა. ამიტომ ოპტიმალური მოხმარება და სიჭარბის კონტროლი მაშინ, როდესაც გული ვერ უმკლავდება თავის ფუნქციას, მაგალითად გულის ან თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში. როდესაც საუბრობენ წნევაზე მოქმედებს თუ არა კოფეინი, არსებობს აქ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომ საკუთრივ კოფეინი თუ ადამიანს არ აქვს მომატებული მგრძნობელობა მის მიმართ, არ იწვევს ადამიანებში წნევის მერყეობას. განსაკუთრებით თუ მისი მოხმარება 3-4 ჭიქას არ აღემატება. მაგრამ იმ ადამიანებში, სადაც მომატებულია მგრძნობელობა კოფეინის მიმართ და განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ალერგიული რეაქცია კოფეინ შემცველი პროდუქტების მიმართ, მაშინ ეს პროდუქტი ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. კუზებით დავთვალოთ, მოდით ჭეშმარიტება და დავთვალოთ შემდეგნაირად. დადგენილია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მარილმგრძნობიარეობა არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით და დღიური მოხმარებისათვის საერთაშორისო შეთანხმება არსებობს, ოპტიმალურად ითვლება სუფრის მარილის, ანუ ნატრიუმის ქლორიდის ის რაოდენობა, რომელიც ჩაის კოვზე დაგვეტება. ეს არის დაახლოებით 5-6 გრამი. სწორედ ამ რაოდენობაში მარილისა არის 2300, მაქსიმუმ 2500 მილიგრამი ნატრიუმისა. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც არ ქმნის პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ ისეთ რისკს, რომელიც წნევის მომატებას და შემდეგ არასასურველ შედეგებს გამოიწვევს. მაგრამ ეს არის საუბარი პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე. ხოლო თუ თქვენ უკვე გაქვთ არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემა,
ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს 1500 მილიგრამამდე ნატრიუმისა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღიური რაოდენობა თქვენ მიერ კერძშიც დამატებული მარილის სახით გამოყენებული სუფრის მარილისა ვერ იქნება უკვე კოვზი და კოვზის სულ ცოტა ნახევარი უნდა გადავთვალოთ. ანუ არაუმეტეს ნახევარი უნდა გადავთვალოთ. ეს არ უნდა იყოს სავსე, ეს უნდა იყოს პრაქტიკულად კრატერი მარილისა, ანუ შეგვიძლია უფრო ზუსტად ვთქვათ, კოვზის პირით და მაქსიმუმ ნახევარი გამოვიყენოთ. კოვზებით დავთვალოთ შაქარი და აღმოჩნდა, რომ შაქრის და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით დატვირთვამ შეიძლება გაზარდოს ცნება და ეს უნდა იყოს ქალების შემთხვევაში არაუმეტეს 5-6 კოვზისა დღიურად, მამაკაცების შემთხვევაში არაუმეტეს 9-10 კოვზისა. ეს არის ამერიკის გულის ასოციაციის მთავარი რეკომენდაცია. რაც შეეხება ცხიმს, მარგარინთან დაკავშირებით, პროცესირებულ ცხიმებთან დაკავშირებით, აქ არის ძალიან მკაცრი შეზღუდვა. მაშინაც კი, როდესაც პროდუქტს აწერია, რომ არ შედის, მაშინ ნულოვანია ტრანსცხიმები, საერთაშორისო სტანდარტით მწარმოებლებს აქვთ უფლება თუ ნახევარი გრამის რაოდენობით არის მასში ტრანსცხიმები, არ დააწერონ, რომ არის მასში ტრანსცხიმი და დააწელონ, რომ ნულოვანი მაჩვენებელია. მაგრამ თუ ასეთი პროდუქტი თქვენ დღის განმავლობაში ბევრი დაგიქროვდათ, გამოდის, რომ თქვენ მიერ მიიღებული ტრანსცხიმების რაოდენობა ნახევარ გრამზე გაცილებით მეტია და ნულოვანი მაჩვენებელი აღარ გექნებათ. ამიტომ აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და გაითვალისწინეთ მცენარეული ცხიმიც კი, რომელიც არის ყოველთვის ნაქები ასეთი ტიპის კვებაში, აუცილებლად უნდა გადავთვალოთ, უნდა ჩაის კოვზით და ჩემი მიერ ნახსენებ ეგრეთ წოდებულ დაშ დიეტაში მითითებულია, რომ ჩაის კოვზი, მაგალითად მცენარეული ცხიმი 2-3 ულუფად შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს რას ნიშნავს, რომ ცხიმში ვათუხთუხოთ პროდუქტი. არა შევწვათ, არა თერმული დაუმუშავების დაწყების დროს გამოვიყენოთ, არამედ უკვე მზა კერძში, მზა თქვათ წვნიანში გამოვიყენოთ, მზა სალატში გამოვიყენოთ, ან უშუალოდ ჩვენს ულუფაზე მოვასხათ, როდესაც ჩვენს თეფშზე გადმოვიტანთ ჩვენთვის განკუთვნილ კონკრეტულ საკვებს და კონკრეტულ კერძს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, ხვალამდე მშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.